მინდა დავსვა ერთი რიტორიკული და კონკრეტული კითხვა. საცხოვრობთ ჩვენ საქართველოში, თუ ბევრი ფიქრობს რომ ასეა და ასეთ საქართველოს მე არ წარმომიდგენია და არ მინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება. საქართველოში სადაც ცოლ-ქმარს იტაცებენ დღესდღეობით 21 საუკუნეში იტაცებენ, პოლიცია იტაცებს, კანონის ფარგლებში იტაცებს მას და გადახავს ნარკოლოგებში და აიძულებს და ცემის შედეგად იღებს მისგან შარტს. ეს არის ჩემთვის არის სამარცხვინო როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის. ასევე არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც 21 საუკუნეში ადამიანებს მავნეჩვევების გამო ციხეში დაალპობენ, წლობით დაალპობენ ციხეში, სახკარს გააყიდინებენ, ოჯახს დაუნგრევენ ამდენჯერმე და არ დარჩა მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა, სადაც ადამიანებს ყავის დალევის, ჩაის დალევის ან რა სიგარეტის მოწევის გამო ციხეში გაუშვებენ და ესეთ დღეში ჩააგდებენ და კანონით შეფუთავენ და კანონის ფარგლებში მოხდება. ეს არის შემზარავი ფაქტია უბრალოდ. არ მინდა ძალიან ხა ისე ტრაგიკულად გამომივიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ტრაგიკულია, მაგრამ ეს არ არის ზოგადად პოლიციის მიმართ პროტესტი, პოლიცია არის აღმასრულებელი ძალადობის ამ შემთხვევაში, რომელსაც სახელმწიფო ატარებს და მიმართავს მოქალაქეების, უბრალო მოქალაქეების და ადამიანების მიმართ. მე მინდა თვითონ სახელმწიფომ და მთავრობამ, ანუ ვისაც ეხება ეს, მან შეცვალოს ეს მიდგომა და მისი ძალადობის აღმასრულებელს აღარ დაავალოს ძალადობა და უფრო ცივილური გზებით მიუდგეს. ამას დაანებოს ომს სახელმწიფომ უბრალო ადამიანებთან თავი და უფრო სასარგებლო საქმით დაკავდეს. ამის თქმა მინდოდა ამ დაბზე. მადლობა.